მოგესალმებით, ვიესალმები ყველა სიმართლის მოყვარულ პიროვნებას. ახლა მე მინდა გაჩვენოთ ღვთის წერილზე დაყრდნობით, რაოდენ აუცილებელი არის ღმერთის წმინდა წერილის, ამ ბიბლიის შესწავლა იმისათვის, რომ ნამდვილად ღმერთის ჯერ გაიგოთ ღმერთის მოსაწონი რა არის, ღმერთი რას გვასწავლის და თუ კი თქვენ გულწრფელი ხართ და გსურთ, რომ ღმერთის მოსაწონი რწმენა გქონდეთ, ღმერთის მოსაწონად იქცეოდეთ, ღმერთის მოსაწონად ლაპარაკობდეთ, მოქმედებდეთ, ამისათვის ღვთის წერილი უნდა ისწავლოთ და არ უნდა აღმოჩნდეთ, არ უნდა ამოყოთ თავი ამა თუ იმ ტრადიციულ თუ არატრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც გიბიძგებთ აიხითკენ, რომ მოითმინოთ ისეთი რაღაცები, რაც მოსათმენი არ არის. ეხლა მე მინდა ერთ-ერთი საპატრიარქოს ორგანიზაციის ერთ-ერთი მღვდლის დავით კონჯარიას დეკანოზია ეს კაცი, თავის ორგანიზაციაში ეს თანამდებობა აქვს. აი მისი პოსტი მინდა განვიხილო ბიბლიაზე დაყრდნობით. აი თქვენ მე მინდა ბიბლიაზე დაყრდნობით გაჩვენოთ რა ბოროტების მსახურები არიან ეს ადამიანები და ესენი ღვთის ეკლესია არ არიან, ესენი არიან ღვთის მოწინააღმდეგეები არიან, რასაც ღმერთი გვასწავლის, აი იმას ეწინააღმდეგებიან და ახლა მე მინდა გაჩვენოთ, წაგაკითხოთ ჯერ დავით კონჯარიას, დავით აფხაზია ასე უწერია ამ კაცს. დავით კონჯარიას აი ეს პოსტი და შემდგომ ამისა განვიხილო ბიბლიაზე დაყრდნობით ღმერთი რას გვასწავლის ამასთან დაკავშირებით. შემოგთავაზებთ ბიბლიაზე დაყრდნობილ კრიტიკას საპატრიარქოს ორგანიზაციისას და კონკრეტულად ამ კაცის ნაბუდვარისა და ზოგადად აი იმ განწყობისა, რა განწყობაც აქვს საპატრიარქოს დღევანდელ ორგანიზაციას. დეკანოზი დავით აფხაზი, აი ასე უწერია ამ ადამიანს Facebook-ზე. 6 თებერვალს აქვს ატვირთული ეს პოსტი და მოდით ყურადღებით წავიკითხოთ, რას ემსახურება ეს პოსტი, ამასაც განვიხილავ, რა თქმა უნდა და ღვთის წერილზე დაყრდნობით განვიხილავ, სწორია თუ არა ის, რასაც ეს კაცი ლაპარაკობს, ეს ქრისტიანული არის, ჩვენ ამას უფალი იესო ქრისტე და მისი მოციქულები გვასწავლიან ამას, რასაც დეკანოზი დავით აფხაზი წერს. დავაჭერ აი აქ, რომ უფრო სრულად გამოჩნდეს. მოკლედ ეს არის მსმენელებისთვის, მკითხველებისთვის არის დეკანოზი დავით აფხაზი საზოგადოებას ადამიანებს მიმართავს აი ამ სიტყვებით. ხედავ ტაძარში თვალთმაქცობას, სიბრიყვეს, ბოროტებას, ნუ გაიქცევიო, დააკვირდით, ნუ გაიქცევიო. ეკლესიაო, წმინდათა კლუბი არ არისო. დააკვირდით აი მასაც, ესეც აუცილებელია რომ ამას დააკვირდეთ. დავით აფხაზი დეკანოზი დავით კონჯარია ამბობს, რომ ეკლესია წმინდანთა კლუბი არ არისო. ეს საავადმყოფოაო, სადაც ყველანი სნეულნი ვართო. უყურეთ, თავის თავზეც ამბობს ამას, ხო, სადაც ყველანი სნეულნი ვართო. ჩვენ წმინდანები არა ვართო. წმინდანთა კლუბი არ არისო ეკლესიაო, ჩვენი ეკლესიაო. დააკვირდით ამას. და შენ აქ მოსამართლე კი არა, პაციენტი ხარო. უყურეთ, შენო მოსამართლე არა ხარო, აკო. ქრისტე ითმენს შენს ცოდვებსო, შენც ითმინე სხვისიო. ეძიე არა იდეალური ადამიანები, ეძიე ღმერთი საიდუმლოებებშიო. უყურეთ, ღმერთიო, ეძიე საიდუმლოებებშიო და ეს ღმერთიო აქ არისო, იგი აქ არის პურისა და ღვინის სახითო. ეს არის შენი ღუზაო. უყურეთ, ესე იგი მთლიანად აი ამით თავის მსმენელებს ეუბნება იმას, რომ აქ ჩვენთან რომ მოდიხარო, აქ ვინ რა ბოროტებას სჩადისო, ამას ყურადღება არ მიაქციოვო, შენ მხოლოდ ჩემი ხელით პური და ღვინო უნდა მიიღოვო, ეს არისო ღმერთიო.
ესე იგი პურისა და ღვინის სახით თუ არისო, ღმერთიო მე ამას გაძლევო შეენო, დანარჩენი მე შენ ხელს მოგიფათურებ. რას ეხლა ეს ჩემი სიტყვებია ეს, მაგრამ ამას უფრო ზოგადად ვლაპარაკობ, არა მხოლოდ დავით კონჯარიაზე, არამედ ზოგადად ვილაპარაკებ ეხლა. ესე იგი, ფაქტიურად იქ რომელიმე მღვდელი თუ გარყვნილია და ხელებს უფათურებს ქალებს, ან ისე ესაუბრება, რომ სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი, ან სხვა სახის ბოროტება ხდება, ვთქვათ, იქ ამასო შენ ყურადღება არ უნდა მიაქციო, უნდა მოითმინო ესე იგი. ეკლესია წმინდათა კრებული არ არისო. ფაქტიურად აი ამით თავის მსმენელებს და მრევლს ეუბნება, რომ რაც არ უნდა აქ მოხდეს, რაც გინდა მოხდეს, რაიმე ბოროტება, თქვენ გაჩუმებულები უნდა იყოთ, უნდა მოითმინოთო. ეკლესია წმინდათა კლუბი არ არისო. ეხლა გასაგებია ხო აქ ეს კაცი რასაც საუბრობს, კიდევ ერთხელ წავიკითხავ და გადავალ ეხლა პირდაპირ გადავალ შემდეგ პირდაპირ ბიბლიას გადავფურცლავ და გაჩვენებთ ეს კაცი სიმართლეს ამბობს თუ ტყუილს ამბობს. უყურეთ, ხედავ ტაძარში თვალთმაქცობას, სიბრიყვეს, ბოროტებას, ნუ გაიქცევი, ეკლესია წმინდათა კლუბი არ არის. ეს საავადმყოფოა, სადაც ყველანი სნეულნი ვართ. და შენ აქ მოსამართლე კი არა, პაციენტი ხარ. ქრისტე ითმენს შენს ცოდვებს, შენც ითმინე სხვისი. ეძიე არა იდეალური ადამიანები, ეძიე ღმერთი, საიდუმლოებებში იგი აქ არის, პურისა და ღვინის სახით. ეს არის შენი ღუზა. ახლა კი გადავფურცლავ ბიბლიას და თქვენს თვალწინ წავიკითხავ სინამდვილეში რა არის ღვთის ეკლესია. ეს კაცი დავით აფხაზი, დავით კონჯარია, დეგრანოვსი დავით კონჯარია წერს, რომ ეკლესია წმინდათა კლუბი არ არის. ანუ კლუბი ეხლა ამას ეს სიტყვა არ გამოვიყენო, ეკლესია, ანუ ჩვენ წმინდანები არა ვართო, ამას ამბობს ეს კაცი. ყველანი სნეულები ვართო, ეს ავადმყოფოა და სნეულები ვართო და ასე ვართო რა. და ამ დროს პავლე მოციქული ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, პავლე მოციქულმა მისწერა მათ ასეთი რამ. უყურეთ, ეს არის ბიბლიაში, ბიბლიის შემადგენლობაშია ეს წერილი, კორინთელთა მიმართ პირველი წერილი და მე-6 თავიდან ამოვიკითხავ რამდენიმე მუხლს. როგორ აბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთანო, ურჯულოთა სამშავროს წინაშე წარსდგეს და არა წმინდათა წინაშე. ნუ თუ არიცით, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? დააკვირდით ამას პირდაპირ წმინდანებს უწოდებს პავლე მოციქული ქრისტიანებს, კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს პირდაპირ წმინდანებად მოიხსენიებს და ნუ თუ არიცით, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანასო, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხებაო, ესე იგი თქვენ ხართო წმინდანებიო, განა იმისი ღირსი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთო? ნუ თუ არიცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, უყურეთ, ეხლა უკვე ჩვენო, თლიანად საქრისტიანოზე საუბრობს, ქრისტიანებზე, პავლე მოციქული თავის თავზეც ამბობს და სხვა დანარჩენ ქრისტიანებზეც, რომ ჩვენ წმინდანები ვართო, ქრისტემ გაგვწმინდა ჩვენ თავისი სისხლით და ნუ თუ არიცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებსო და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? თქვენ კიო, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, ეს ყოფითი საქმეები სხვადასხვა ხასიათის შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაცა ვალი გაქვს, ერთ ქრისტიანს ვალი აქვს, მეორე ქრისტიანისა, ვთქვათ, 10 ლარი და ის ამას არ იხდის სიტყვაზე, ხო, ეს შეიძლება გამოიტანო სამსჯავროზე აქ. უყურეთ, თქვენ კი როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, საჯულებად ეკლესიისთვის შეურაც ყპირებს აყენებთ. თქვენ და სამარცხვინოდ ვამბობ, ნუ თუ თქვენ შორის არ არის რომელიმე ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა, მაგრამ უყურეთ, გასაგებია, ხო?
რასაც წერს, რომ თქვენო ქრისტიანებიო ერთმანეთში თქვენ უნდა მორიგდეთო. და თქვენ შორისო, თუ არ მოიძებნებაო ერთი ბრძენიო, რომელიმე ბრძენი, ვისაც შეძლოს თავისი ძმების განკითხვაო. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს და თანაც ურწმუნოთა წინაშე. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ ან იზარალოთ რამე? მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. აი აქ ვინმე არ იფიქროს, რომ საუბარი არის რაღაცა უშველებე რაღაც ისეთ ბოროტებაზე, რაც ასატანი ნამდვილად არ არის. ანუ აქ წინააღმდეგობა არ გეგონოთ. და ეს წინააღმდეგობა რომ არ გეგონოთ, გავაგრძელებ წაკითხვას და ვნახოთ აქ რა წერია. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. უღურეთ, ეს მოწონებული არ არის. ნუ თუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, თავს ნუ მოიტყუებთ, ვერც მეძავნი, ვერც კერპსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი. აქ ბერძნულში წერია არა მხდალნი, არამედ მალაკოსები, ესე დადედლებულები. აქ ქართულში მხდალნი რატომ თარგმნეს, არ ვიცი. ვერც მამათმავალნიო, ეს მამათმავლები ჰომოსექსუალები, ეს ლესბოსელებიც და ჰომოსექსუალი, ნუ ეს მამათმავალი მამაკაცთა შორის ჰომოსექსუალურ მოქმედებებზეა ლაპარაკი. როცა მამაკაცი მამაკაცთან წვება, ეს არის სიბილწე და სისაწაკლე. ესე იგი, ვერც მრუშნი, ვერც კერპსახურნი, ვერც მეძავნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მალაკოსები, ვერც პარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი. დააკვირდით ამას, მემთვრალეებიცო, მაგინებლებიცო. საქართველოში ასე რომ არის გავრცელებული მემთვრალეობა. ესენიო, ვერც მტაცებელნი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველსო. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყოვო. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ. უყურეთ ამას. აი ესენი პავლე მოციქულმა ჩამოთვალა სხვადასხვა ცოდვები, მათ შორის არის კერპსახურებაც, რაც საქართველოში დღეს ხატების სახით არის გავრცელებული. ჩამოთვლილია სხვადასხვა ცოდვები, რომელთა მიმდევრებიც ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო. და ამის შემდეგ პავლე მოციქული მიმართავს უკვე ქრისტიანებს და ეუბნება, რომ ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყოვო, მაგრამ განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთო, მაგრამ გამართლდითო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულითო. უყურეთ, ესე იგი, ოდესღაც ზოგიერთი ქრისტიანი წარსულში, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, მანამდე შეიძლება მეძავიც იყო, ჰომოსექსუალიც იყო, შეიძლება ლესბოსელიც იყო, შეიძლება კერპსახურიც იყო, მტაცებელი იყო, მაგინებელი იყო, მემთვრალე იყო, პარავი იყო, ანგარების მოყვარე იყო, მალაკოსი იყო, მრუში იყო, მაგრამ ამაში არ დარჩენილან ისინი. ქრისტემ განგვკურნა ჩვენ, არ დავრჩით აი ამ სხვადასხვა ცოდვებში, განგვკურნა ჩვენ. ურეთ, განგვბანა, განგვწმინდა, ესე იგი ჩვენ სნეულებად ავადმყოფებად არ დაგვტოვა. როგორც ამის საწინააღმდეგოდ დავით კონჯარია აფხაზი ამბობს, რომ ესე იგი ეს საავადმყოფოა ეკლესია, სნეულები ვართო ჩვენ, განკურნებულები და განწმენდილები არა ვართო. ჩვენ სნეულები ვართო და ამის დავით აფხაზის ეს საუბარი ეწინააღმდეგება ღვთის წერილის სიტყვებს, სადაც აგერ სულიწმინდით პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, სხვადასხვა ცოდვების მიმდევრები იყავითო, მაგრამ განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთ
მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. ესე იგი თქვენ უკვე განკურნებულები ხართო, ხო? უკვე ეს ქრისტეს არ დაუტოვებია ქრისტიანები ისევ იმ სიბილწეებში ამოსურილი, განუწმენდავი და მტყუნები, არამედ ქრისტემ თავისი სწავლებითა და თავისი სისხლით გაგვწმინდა ცოდვებისაგან თავისი სახარების სიტყვა გვახარა და ჩვენ ვინც ვირწმუნეთ, მართლაც ქრისტეს სისხლით განვიწმინდეთ ცოდვებისაგან და ჩვენ უფალმა იესომ გვიშველა, ჩვენი თავის შველა არ შეგვეძლო და მან თავისი მადლი მოიღო ჩვენს მიმართ და გაგვწმინდა, გაგვამართლა სხვადასხვა სიბილწეებისგან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, მან გაგვწმინდა თავისი სახარების სიტყვით და თავისი სისხლით. განგვანა მან და ამრიგად ღმერთი გვასწავლის იმას, ჩვენ უფალი იესო ქრისტე თავისი წერილით გვასწავლის იმას, რომ ქრისტიანები უკვე წმინდანები არიან, ქრისტეს სისხლით ვართ განწმენდილები, არა ჩვენი საქმეებით, იქ ან რამე კი არ მოვიმოქმედეთ ისე რომ ჩვენი თავი განვწმინდეთ, არა, ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი თავის შველა, არამედ უფალმა გვიშველა და ჩვენ დავემორჩილეთ და ქრისტიანები მადლს ვწირავთ, მადლობას ვეუბნებით, ესე იგი ღმერთს, უფალ იესოს იმისათვის, რომ მან ცოდვისგან გამოგვისყიდა თავისი სისხლით. კიდევ მინდა ახლა სხვა ადგილებიც გაჩვენოთ, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ეკლესია, ღვთის ეკლესია ვუყურებთ, ღვთის ეკლესია და არა სატანის ეკლესია, ვუყურეთ ამას, ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დაძახებულთა კრებულს. კრებას, ვუყურებთ დაძახებულთა, ვუყურეთ დაძახებულთა, მოხმობილთა, იგივე დაძახებულთა კრებას ნიშნავს, კრებულს ნიშნავს. ამ შემთხვევაში მხმობელი, მახარებელი და დამძახებელი, ვინც ჩვენ დაგვიძახა, ეს არის თვითონ უფალი იესო და ჩვენ, ვინც მის დაძახებას გამოვეხმაურეთ და მოусვინეთ და დაუჯერეთ მას, ჩვენ დაძახებულთა კრება გვეწოდება, ღვთის დაძახებულთა კრება გვეწოდება და ზოგადად სიტყვა ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ძველ საბერძნეთში გამოიყენებოდა ჩვეულებრივ სოციალური დანიშნულების სიტყვად, მაგალითად, როდესაც რაიმე კრება იმართებოდა, დაუძახებდნენ ადამიანებს და ესენიც ამ დაძახებულზე იკრიბებოდნენ და მათაც ეწოდებოდათ დაძახებულთა კრება. ესე იგი, სიტყვა ეკლესია არ გამოიყენებოდა მხოლოდ ღვთის კრებულის აღსანიშნავად, არამედ ეს გამოიყენებოდა ჩვეულებრივი რაიმე კრების აღსანიშნავადაც. და ამ შემთხვევაში ღვთის ეკლესია ვუყურეთ, ღვთის ეკლესია და არა ჩვეულებრივი ეკლესია, განსხვავება არის აი ამაშიც, ამას უნდა დააგვირდეთ თქვენც, რომ არის ღვთის ეკლესია და არის ასევე ჩვეულებრივი ისეთი ეკლესიები, რომლებსაც ღმერთთან კავშირი არ აქვთ. აი მაგალითად, ეკლესია შეიძლება ეწოდოს მაგალითად აი ასეთ რაღაცასაც, რომ მაგალითად რომელიღაცა პოლიტიკური პარტია დაუძახებს თავის წევრებს, მომქმედ წევრებს და მოაწყობს კრებას, თქვათ, რომელიღაცა შენობაში, ან სტადიონზე, ან ღია ცის ქვეშ. რომელიღაცა პოლიტიკურმა პარტიამ დაუძახა თავის წევრებს და ისინი შეიკრიბნენ. აი ისინიც არიან ეკლესია. ოღონდ იმათ ღმერთთან კავშირი არ აქვთ. ეს არის პოლიტიკური პარტიის საეკლესიო კრება. ასე რომ ეს უნდა გავარჩიოთ. ამავე დროს, აი ვთქვათ, თქვენ მეზობლებს ეძახით. იმისათვის, რომ ვთქვათ, თქვენს კორპუსში რაღაცა პრობლემა არის და ეს პრობლემა გინდათ რომ მოაგვაროთ, ხო? ამ შემთხვევაში დაუძახეთ თქვენს მეგობრებს, ვთქვათ, იქ ზოგს
Facebook-ზე მისწერეთ, ზოგს დაურეკეთ, ზოგს ისე გასძახეთ, ხო? დაუძახეთ, ესე იგი თქვენ ხართ დამძახებელი. შეიკრიბნენ თქვენი მეზობლები თქვენს ეზოში და თქვენს კრებასაც ეწოდება ეკლესია. დაძახებულები არიან ისინიც და დაძახებულზე შეიკრიბნენ, ხო? ამ შემთხვევაშიც თქვენც ეკლესია ხართ და არ უნდა, ესე იგი ეს განმარტება ზუსტად უნდა გვესმოდეს, ვინაიდან სიტყვა ეკლესია ბერძნული სიტყვა ქართულ ხმარებაში არასწორად არის დამკვიდრებული და აგერ შენობებსაც კი ეკლესიებს ეძახიან. ამას შეიძლება თავისი ისტორია აქვს, რატომ ეძახიან, მაგრამ ეხლა ამას მე არ განვიხილავ. აგერ სინაგოგებს ეძახდნენ, სინამდვილეში სინაგოგა ეწოდებოდა თვითონ ადამიანებს და არა შენობას, მაგრამ მე თვითონ შენობებსაც სინაგოგებს უწოდებდნენ და შეიძლება ეკლესიაც ადამიანებს იქ მორწმუნეებს ეწოდებოდათ, მე შენობები რო ააშენეს, ახლა იმაზე გადავიდა ეს სიტყვა და უკვე შენობებს ეძახდნენ ეკლესიებს. ეხლა ამას ღრმად არ ჩაუღმავდები, არ განვიხილავ ისე. მოკლედ, გასაგებია, ესე იგი რომ ეკლესია შეიძლება ეწოდებოდეს ჩვეულებრივ ადამიანებსაც, აი სამეზობლო რო იკრიბება იმისათვის, რომ კორპუსში არსებული რაღაცა პრობლემა მოგვარდეს, იმასაც ეკლესია ეწოდება. შეიძლება ეს კორპუსში მცხოვრებლები საერთოდ მუსულმანები იყვნენ, ათეისტები იყვნენ, ბუდისტები იყვნენ, მაინც ეკლესია ეწოდებათ მათ, იმიტომ რომ მათმა მეზობელმა დაუძახა და ისინიც შეიკრიბნენ იმისათვის, რომ რაღაცა პრობლემა განიხილონ და გადაჭრან ეს პრობლემა მოაგვარონ. ხო, ამ შემთხვევაში ღვთის ეკლესია უკვე უყურეთ, ღვთის ეკლესია უკვე სხვა რაღაცა არის. ღვთის ეკლესია არის იმ ქრისტიანების ერთობლიობა, რომლებსაც უფალმა იესომ ღმერთმა დაუძახა, მოუხმო თავისი სახარებით, ესენიც გამოეხმაურნენ, მოусმინეს, ირწმუნეს და გადაიქცნენ ღვთის ეკლესიად. ამ შემთხვევაში ღვთის ეკლესია შეიძლება კონკრეტულ ადგილას ერთად იკრიბებოდეს, საუბრობდნენ, განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხებს, სხვადასხვა თემებს. ამავე დროს შეიძლება ეკლესია გაფანტულობაშიც იყოს, ან იყოს საოჯახო თავყრილობების სახითაც. მაგალითად, ეს არის ამას ბიბლიაში ეწოდება შინაური ეკლესიები, საშინაო ეკლესიები, ასე ვთქვათ. ასევე ინდივიდუალურადაც შეიძლება ქრისტიანები ინდივიდუალურად იყვნენ და სხვა ქრისტიანებთან არ ჰქონდეთ ისეთი ახლო კავშირი სხვადასხვა მიზეზების გამო. აი ასეთი იყო მაგალითად ეთიოპიელი საჭურისი, რომელიც გაქრისტიანდა, მაგრამ ის მერე თავის ქვეყანაში წავიდა. ასევე საშინაო ეკლესიები ბიბლიაში არიან მოხსენიებულნი, შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ეხლა მე აღარ გავყვები ამას. მოდით ეხლა სხვა ადგილებიდანაც, ბიბლიის სხვა ადგილებიდან გაჩვენებთ, რომ ღვთის ეკლესია არის წმინდანთა ეკლესია. წმინდანები არიან ღვთის ეკლესიაში და იქ სნეულები არ არიან, იმიტომ რომ სნეული მანამდე არის სნეული, სანამ იესო ქრისტეს სწავლებას წაიკითხავს, მოისმენს და ირწმუნებს. ამიტომაც არის აი აქ უყურეთ პავლე მოციქული ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს მიმართავდა და ეუბნებოდა, რომ ჯერ ჩამოუთვალე სხვადასხვა ცოდვები, რომ ვერც მეძავნიო, კეფთაყვანის მცემლებიო, კეფსახურნიო, მნუშნიო, მალაკოსებიო, მამათმავალნიო, პარავნიო, ანგარნიო, მემთვრალენიო, მაგინებლებიო, მტაცებლებიო, ვერ დაიმკვიდრებენო ღვთის სასუფეველს. უყურეთ, თავს ნუ მოიტყუებთო, ნახეთ, თავს ნუ მოიტყუებთო, რომ აი ესენიო ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო და ოდესღაცო ადრეო, ესე იგი, ოდესღაცო, ზოგიერთი თქვენგანიო ასეთი იყოვო, მაგრამ ასეთებად არ დარჩითო, უყურეთ, მაგრამ განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთო,
მაგრამ გამართლდითო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულითო. ამ დროს დავით კონჯარია, რომელიც არის დეკანოზი თავის ორგანიზაციაში და რა თქმა უნდა ქრისტიანად მიიჩნევს თავის თავს. და ამ დროს ამბობს, რომ ჩვენ ყველანი სნეულნი ვართო. აი ამითაც ცხადყოფს ეს ადამიანი, რომ იგი არ არის ღვთის ეკლესიის წევრი და იქ სხვა ეკლესიაზეა ლაპარაკი. ეკლესია წმინდათა კრებული არ არისო, წმინდათა კლუბი არ არისო, დავით კონჯარია რომ წერს, იქ სხვა ეკლესიაზე არის ლაპარაკი და მართლაც მაგათი ეკლესია წმინდათა კლუბი არ არის, მაგრამ ღვთის ეკლესია წმინდათა კრებული არის და ამას ახლა გაჩვენებთ სხვა ადგილიდანაც. ესეც არის კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-14 თავში სადაც იმ დროინდელ წინასწარმეტყველებს ეუბნება, რომ თქვენ ყველას უყურეთ მე-14 თავის 31 მუხლიდან ამოვიკითხავ, რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთმეორის მიყოლებით წინასწარმეტყველოთ, რათა ყველა ისწავლოს და ნუგეშის ცემულ იქნესო. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს მორჩილებენ, რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. ასეა წმინდათა ყველა ეკლესიაში. უყურეთ, ასეა წმინდანთა ყველა ეკლესიაშიო. წმინდანთა ეკლესიას უწოდებს პავლე მოციქული ღვთის ეკლესიას. ქრისტიანებს, ესე იგი, აქ ეკლესიაში იგულისხმება ქრისტიანები. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. ასეა წმინდანთა ყველა ეკლესიაში. უყურეთ, ამის საწინააღმდეგოდ დავით კონჯარია წერს, რომ ეკლესია წმინდათა კლუბი არ არისო. დააგვირდით. უყურეთ, ეკლესია წმინდათა კლუბი არ არისო. ნუ გაიქცევიო თუ ბოროტებას დაინახავო და ისაო და ესაო. ეს არის საავადმყოფო და სადაც ყველანი სნეულნი ვართო. ნუ გაიქცევიო, ეკლესია წმინდათა კლუბი არ არისო. ხო წერს ამას? წმინდათა კლუბი არ არისო. ეხლა გადავხედოთ, რას წერს პავლე მოციქული. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. ასეა წმინდათა ყველა ეკლესიაში. ყველა ეკლესიაში, ესე იგი წმინდათა ყველა ეკლესიაშიო. ხედავთ, რა განსხვავებაა საპატრიარქოს ორგანიზაციასა და ღვთის ეკლესიას შორის და ღვთის ეკლესიებს შორის, აგერ წმინდათა ყველა ეკლესიაშიო, სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ქრისტიანებზე წერს აი ამას. ეხლა კი დააკვირდით დავით კონჯარიას დეკანოს დავით აფხაზის აი ამ პოსტსა, რამდენს მოსწონებია მისი ასეთი დაწერილი 232. უყურეთ. 232 მოწონება აქვს. რამდენს მოსწონებია, ნახეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს აქ, ბოროტება, ჩვენ სნეულები ვართ. არ უნდა გავიქცეთ, ვინმე ხელს მოგიფათურებს იქ, სამი შვილის დედა ხარ თქვა და ვიღაცა რაღაცას ისეთ გეტყვის, რაც აშკარად არასწორია, სხვები უნდა დუმდნენ, წყალი უნდა ჩაიგუბონ პირში, უნდა მოითმინო, აიტანო. ვიღაცამ რაღაცა ბოროტება ჩაიდინოს, უნდა აიტანო, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი სნეულები ვართო. ნახეთ, როგორ აჩმორებენ ადამიანებს და აგუებენ იმას, რომ ესე იგი ეს რაც არ უნდა ბოროტება მოხდეს, ჩუმად იყავითო. და ესენიც ბეჩავები ესენია ეს. ბეჩავები, რავი, აი რა დავარქვა ამ ხალხს. ეხლა აი ამ ქალებს მოიწონებათ? აი აგერ ქალბატონები ულაიქებენ, უწონებენ დავით კონჯარიას აი ასეთ რამეს და რომელიმე მათგანს მოიწონება ის, რომ მის მიმართ შეუფერებელი საქციელი განხორციელდეს, აი იქ რამდენი ქალია ისეთი, რომლებიც მართლაც დაჩაგრულები არიან და ერთ-ერთმა მათგანმა
სამი შვილის დედამ ისეთი ამბები მომიყვა, რაც ძალიან შემაშფოთებელია და არ არის შესაფერისი და მოსაწონი. ხო, აი უყურეთ, რამდენმა მოუწონა. აი ესენი ეს ადამიანები, ვინც აი ასე ახალისებენ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის სითაუხედეს, ეს ადამიანებიც ხელს უწყობენ აი იმ ბოროტებაში, რა ბოროტებასაც მე ესენი ახორციელებენ. არასდროს დასწავლიან, ჯერ ეს თქვა, არასდროს დასწავლიან სიცრუეს ასწავლიან თავის მრევლს ბევრ ამეში და მეორეც რაც არ უნდა ესე იგი რაღაცა ბოროტება როცა ხდება მათ შორის ნუ გაიქცევიო მოითმინეო ნეხვი აი ეს პაისი ათონელზე ფილმი გადაიღეს და აი მას აქ ასეთი ის რომ ფუტკარიო ეძებსო ყვავილებსო ბუზიკი ფეკალიებსო და ახლა ის აიტაცეს ამ ყბაღია ხალხმა და ყბაღია ვიღაცებმა როგორც საუბრობდა ამავე დროს მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მანაც გამოიყენა ეს რომ გააჩნია ტაძარში ვინ რას ეძებს ალბათ იმასაც შოულობს ხო გააჩნია ტაძარში ვინ რას ეძებს ალბათ იმასაც შოულობს ფუტკარმა იცის ნეხვის სად არის ნეტა ამას მეფუტკრეობის რამე გაიგებათ ამ ადამიანებს ანიმ პაისი ათონელმა თუ მართლა ეგეთი რამ თქვა აქ ტუალეტებში საქართველოში ღია ტუალეტები ვისაც აქვს ხშირად ფუტკრები მიდიან ხოლმე მაგას თავისი მიზეზი აქვს არა იმიტომ რომ ის ყვავილებს ეძებსო ფუტკარიო ყვავილებს ეძებსო მაგრამ ბუზმა იცის საერთოდ ყვავილის სადაა და რისთვისაო არც მეფუტკრეობისა გაიგებათ ამათ რამე და არც ბუზებისა ნუ ეხლა დავანებოთ თავი ნახეთ ამ ქალმა რა მიწერა მასე რომ მიფიქროთ, მაშინ გამოჯამთელებასო არავინ შეეცდება, რადგან ღმერთის სულის ტაძარი შენობა კი არ არის, არამედ ადამიანიო. ამიტომ ღმერთის სული მონანებელ გულში არ შედისო, ხოლო ადამიანის სულის მკურნალი სახარებაა და სახარების მორჩილებით ცხოვრებაო. ნახეთ, აი ამ ქალს უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე დავით გონჯარიას. კარგით, ეხლა მე ამას აღარ გავაგრძელებ, ეხლა ბიბლიიდან კიდევ ერთ ძალიან აუცილებელ ადგილს გაჩვენებთ, რაც აი ამ საკითხს შეეხება. ესეც დაწერილი არის კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მეხუთე თავში და უყურეთ პავლე მოციქული რას ეუბნებოდა ქრისტიანებს, რომ ესე იგი მე თქვენ მოგწერეთო ამის წინა წერილში, რომ არ შერეოდითო იმათო, ვინც ასე ვთქვათ, ძმად იწოდება მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა, ანდა ანგარი, კერპთ სახური, თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი, პურიც კი არ გეჭამათ მასთანო. ვინაიდან რადგან ვიკითხო გარეშენი, განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ, გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიათ, მას მოიკვეთეთ უკეთური. ხედავთ, მე თქვენ მოგწერეთო, რომ არ შერეოდითო იმათო, ვინც ასე ვთქვათ ძმად იწოდებაო, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშიაო, ისევ ანგარიაო, კეფსახურიაო, მაგინებელიაო, მემთვრალეაო, მტაცებელიაო, პურიც კი არ გეჭამათო მასთანო. ესე იგი, შეიძლება რომელიმე პიროვნება ძმად იწოდებოდეს და რას ნიშნავს ეს, რომ ქრისტიანად აღიარებდეს თავის თავს და ამბობდეს რომ ქრისტიანი ვარო, მაგრამ თუ ის კვლავინდებურად ისევ ძველ ცოდვებშია ჩაფლული და არ განრიდებია მათ, კვლავინდებურად ისევ თუ მემთვრალეობს, იგინება, მაგინებელია, კეფთ აყვანის მცემელია და კეფთ მსახურია, მემრუშია,
ასევე ან ანგარებიანია, მასთან პურიც კი არ გეჭამართო. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი, ესე იგი გარეშენი, ვინც რეალურად ქრისტიანი არ არის, იმათო ისინიო რად განვიკითხო, განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთო? გარეშენიო, ესე იგი ვინც ქრისტიანები არ არიან, ღვთის მიერ განიკითხებიანო. მაშ მოიკვეთეთო უკეთური, ესე იგი ისინიო ვინც გარეგნულად კი იძახიან რომ ქრისტიანები ვართო, მაგრამ კვლავინდებურად თუ ხედავთ იმას რომ ისინი ისევ მემთვრალეობენ, იგინებიან, კეფსახურები არიან, საქართველოში ვინც ხატებს სანთელს უნთებენ და საქმეებს უკმევენ, ეს არის კეფსახურება. ვინც ისევ მემრუშია და ვინც ისევ ძველ ცოდვებს მისდევს, ესეთები უნდა მოვიკვეთოთ და მასთან პურიც არ უნდა ვჭამოთ. ამაშია საქმე. ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაცია ამას არ აკეთებს. რამდენია, აი თქვენ აბა დააკვირდით საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლი ვინც ხართ, აი თქვენთან ვინც მღვდელთან დადიხართ მუდმივად, სხვადასხვა რიტუალებში იღებთ მონაწილეობას. დააკვირდით აი იმას თქვენს გარშემო ვინც ასევე სხვადასხვა რიტუალებში იღებენ მონაწილეობას. ნამდვილად თქვენთან ერთად არიან, მაგრამ კვლავინდებულად თუ ისევ მემთვრალეობენ, ისევ მეძავებში დადიან ან ქმარს ღალატობს, ან ცოლს ღალატობს, ან სხვა მხრივ არის მრუში, ან ისევ ხატებს უნთებს სანთელს. ეს ისედაც საპატრიარქოს ორგანიზაციაში არის ეს. დააკვირდით იმას, რომ თუ ისინი კვლავინდებულად ისევ ძველ ცოდვებში არიან და წამდაუწომ მიდიან მღვდელთან, ან იქნებ თქვენ ხართ ასეთი, რომ წამდაუწომ მღვდელთან მიდიხართ და ისევ იგივე ცოდვებს იდენთ და თან მღვდელს ეუბნებით ახსარებაში, რომ ეს ჩავიდინე, იქ პორნოგრაფიას უყურე, იქ ვიღაცა ქალს სხვა თვალით შეხედე, შენს გულში მრუში, აქ საუბარი არ არის ისეთ უნებლიე ფიქრებზე და აზრებზე, რაც მოდის აი შენ და უნებურად, ასე ვთქვათ, მაგრამ ის ფიქრი და აზრი არ უნდა შეიწყნარონ და არ უნდა მიიღო. საუბარი არის აი იმაზე, რომ დაჭყტილი რო გაქვს თვალები სხვადასხვა ქალებისადმი, გოგონებისადმი, ან ბიჭებისადმი და მრუშის დომით რო უყურებ. ან რაღაცა საზისხარ პორნოგრაფიულ ვიდეოებს რო უყურებ, ან მეძავებში რო დადიხარ, ან მემთვრალეობ, ხო? ან იგინები და თან მღვდელთან მიდიხარ ახსარებაში, ეუბნები და ის მღვდელიც ვითომ მოგიტევებს და შენდობის ლოცვას ვითომ წაგიკითხავს, ვითომ მოგეტევა და შენც იქიდან გამოდიხარ და ისევ იგივეს რო აგრძელებ. აი ასეთი თუ ხარ, ეს რა თქმა უნდა არასწორია და ამ დროს როდესაც აი ასეთებს საპატრიარქოს ორგანიზაცია არ განკვეთავს და მაინც იწყნარებს თავის წიაღში მთლიანობაში, საპატრიარქოს ორგანიზაციაც ამ ცოდვების თანაზიარი ხდება. და აქ საუბარი არის, აიყურეთ, ეხლა რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. აი მაგალითად საპატრიარქოს ორგანიზაცია ოფიციალურად ასწავლის აი ასეთ იმას, რომ თუ რომელიმე სწავლება ეწინააღმდეგება მისი ორგანიზაციის სწავლებას, აი ასეთები არ უნდა იქნენ შეწყნარებულები. ამავე დროს თუ რომელიმე ადამიანი ისევ კვლავინდებურად ძველ ცოდვებში ისევ არის დარჩენილი, ისევ მემთვრალეობს, მაგინებლობს, მრუშობს და ასე შემდეგ, სამაგიეროდ ამ ადამიანებს იწყნარებენ. უყურეთ და თავის წიაღში ამყოფებენ. და ამ დროს ღვთის მოციქული, პავლე მოციქული წერს, რომ არა მხოლოდ ცრუ სწავლებები არის შეუწყნარებელი ჩვენი მხრიდან, ქრისტიანთა მხრიდან, არამედ შეუწყნარებელი არის ამავე დროს ის სხვადასხვა ცოდვებიც,
რომელ ცოდვებშიც არიან ესა თუ ის პიროვნებები და რომლებიცო ძმად იწოდებიანო. ურეთ მოგწერეთო რომ არ შერეოდითო იმათო ვინც ძმად იწოდებაო, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გითხარითო რომ მოგწერეთო რომ პურიც არ გეჭამათო მასთანო. მოიკვეთეთო უკეთური თქვენს შორისო, თქვენგანო მოიკვეთეთო. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანებმა არც ცრუ სწავლებები უნდა შევიწყნაროთ და არც სხვადასხვა ცოდვების მიმდევარი ის პიროვნებები, რომლებმაც იესო ქრისტეს სწავლება უკვე იციან, შესწავლილი აქვთ. ამბობენ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართო, მაგრამ კვლავინდებურად ისევ იმ ძველ ცოდვებს მისდევენ. აი ესენიც უნდა მოვიკვეთოთ და მათთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, პურიც კი არ უნდა ვჭამოთ მასთან. და აქ საუბარი არ არის სოციალურ ისეთ განცალკევებაზე, რომ აი მასთან აღარც უნდა ვიმუშაოთ და რაღაც. არა, აქ არის პირად ურთიერთობებზია ლაპარაკი, რომ იმათთან ერთად არ უნდა ვიმეგობროთ, რა გაგებით, რომ ესე იგი ისევ ჩვეულებრივად ვიყოთ სხვა დანარჩენ ქრისტიანების მსგავსად, ასე ვთქვათ, აი სხვა ქრისტიანებს ერთმანეთთან რა ურთიერთობებიც აქვთ, ხო? პირადი ურთიერთობები. იგივენაირი ურთიერთობები არ უნდა გქონდეს იმ პიროვნებებთან, ვინც ამბობს ქრისტიანი ვარო, მაგრამ კვლავინდებურად სხვადასხვა ძველი ცოდვების მიმდევარია. სხვა დანარჩენი პავლე მოციქული იმას არ ამბობს, რომ აი სამსახურში არ აიყვანოთ, ვთქვათ, რომელიღაცა ჰომოსექსუალი თუ მემთვრალე თუ მაგინებელი. არა, აქ მაგაზე არ არის ლაპარაკი. პირიქით ბიბლიაში დაწერილია, რომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურეო, თუ წყალისწყურია, დაალევინეო, ხო? ამავე დროს თუ ადამიანს სამსახური არ მიეცი და გაწირე სიკვდილისათვის, ეს რა თქმა უნდა ღვთისმსწერილის სწავლებას ეწინააღმდეგება. ეხლა ესა თუ ის ადამიანი მემრუშია, მაგინებელია, მემთვრალეა, კეფსახურია, თუ ჰომოსექსუალია, თუ ლესბოსელია, ვთქვათ, ხო? ჩვენ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ დროს, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ ადამიანს ვასაქმებთ ჩვენს პირად კომპანიაში, მეურნეობაში თუ რაიმე სხვა სამუშაოზე. ამას ყურადღება ჩვენ არ უნდა მივაქციოთ, იქ ჩვეულებრივად სამუშაო ეთიკის სტანდარტები უნდა დაიცვას ყველა მათგან. ეხლა იქ რომელიღაცა ჰომოსექსუალი იყოს და რაღაცა თვალების პაჭუნი დაუწყოს, რომელიმე იქ თავის კოლეგა მომუშავე მამაკაც ან რომელიღაცა მემრუშე იყოს და სექსუალური შევიწროება დაიწყოს რომელიმე მამაკაცის ან ქალისა, რა თქმა უნდა ეს შრომის ესე იგი ეთიკის დარღვევა იქნება და ეს იმთავითვე არასწორია, ხო? შენი რაც გევალება ის უნდა გააკეთო, ანაზღაურება მიიღო და ნორმალური შრომითი ურთიერთობა უნდა იყოს ადამიანთა შორის და რაც შეეხება ახლა პირად ურთიერთობებს, ამაში ქრისტიანებს ვერავინ ეტყვის, რომ აი ჩემთან ურთიერთობა რატომ არ გაქვსო. ანუ ვერავინ დაგვაძალებს, უпростоრად თორე სიტყვიერად შეიძლება გვითხრას რომელიმე, აი რატომ აღარ ურთიერთობ ჩემთან. მე ვეტყვი მას, რომ აი აგერ შენ კვლავინდებურად, ესე იგი შენ ქრისტეს სწავლება იცი, მაგრამ კვლავინდებურად ისევ მემთვრალეობ, ისევ მაგინებლობ, ისევ მემრუშე ხარ, ისევ მამათმავალი ხარ, თქვა თუ ასეთია. ისევ კეფთ სახური ხარ და ამიტომ აი აგერ მე ღმერთმა დამიწერა, რომ აი ასეთებთან ურთიერთობა არ უნდა მქონდეს, პირადი ურთიერთობა. აი ეს არის და ეს ძალიან მარტივია და სხვა დანარჩენი ახლა
როცა ყველანი ვცხოვრობთ ერთი და იგივე ქალაქში, სოფელში, ერთ და იგივე გეოგრაფიულ ადგილას და საერთო საქმე არის გასაკეთებელი, თქვათ, იქ ხიდი არის ასაშენებელი თუ რამ, რა თქმა უნდა ეს ამას უკვე ჩვეულებრივად ყველანი ამ საქმეში თანამშრომლები ვართ, რაღაცა საქმეს ვაკეთებთ. და ეს პირად იმაში არ უნდა გადაისარდოს, რომ ესე იგი ქრისტიანებმა სხვა ადამიანებთან არ უნდა იმუშაონ? არა, ეს ასე არ არის. მოკლედ, მე მთლიანობაში მინდოდა მესაუბრა გამიკრიტიკებინა საპატრიარქოს ორგანიზაციის, არა მხოლოდ დღევანდელი ორგანიზაციის ეს მოქმედებები, არამედ ზოგადად საპატრიარქოს ორგანიზაციას წარსულშიც საქართველოში, როდესაც ბატონყმური წყობილება იყო. თვით საპატრიარქოს ორგანიზაციასაც ყავდა ყმები, რაც მიუღებელია ქრისტიანული სწავლებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ქრისტიანებმა ერთმანეთი დაჩაგრონ, ერთმანეთი დაიყმევონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი წლისა და საუკუნის განმავლობაში საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ადგილებშიც, სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მე ვიტყვი ახლა საქართველოზე. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ოფიციალურად დაკანონებული იყო ბატონყმური წყობილება და თვით საპატრიარქოს ორგანიზაციას ყავდა ყმები. ესე იგი, აი ეს ბოროტებები, რაც დღევანდელ საპატრიარქოს ორგანიზაციაში ხდება, ეს არ არის ახალი. არ არის ახალი. ძველ საქართველოშიც ხდებოდა მთელი რიგი ბოროტებები, ეს ისტორიულადაც დადასტურებულია დოკუმენტებით, რომ საქართველოში ბატონყმობა იყო და საპატრიარქოს ორგანიზაციას ყავდა ყმები და მათ ეწოდებოდა ეგრეთ წოდებული საეკლესიო ყმები. და ამავე დროს აგერ ქართველმა მწერლებმაც თავიანთ სალიტერატურო ნაშრომებშიც აღწერეს ეს ბატონყმური წყობილება რაოდენ საშინელება იყო. და აი აგერ ერთ-ერთმა ქართველმა მწერალმა სახელად დანიელ ჭონქაძემ თავის ნაშრომში, თავის მოთხრობაში, რომელსაც ეწოდება სურამის ციხე, აიქ აღწერა რაოდენ დიდი ბოროტებანი ხდებოდა ბატონყმობის დროინდელ საქართველოში და იქ მღვდლები პირდაპირ არიან გარეულები. რა გააკეთეს მათ იმ მღვდლებმა, ნოდარის დედა როგორ ჩაუშვა მღვდელმა აღსარებაში, ნოდარის დედამ ეს ყმა ქალი იყო, გამოქცეული იყო ბატონისგან, რომელმაც აღსარებაში უთხრა მღვდელს, ვინც იყო თავისი ვინაობა გაუმხილა ამ მღვდელმა და ასმინა ბატონთან, მერე ეს ნოდარი და დედამისი წაათრიეს წამებითა და წამებით ეს ქალი მოკლა თავისმა ბატონმა, მერე ნოდარსაც მთელი ამბები შეემთხვა, მერე მოხდა ესე რომ თავისი ბატონი მოკლა. მოკლედ ძალიან ისეთი ამბები არის და აი ამ ნოდარს, ესე იგი, სანამ ბატონისგან გამოიქცეოდა, მანამდე მის ბატონს ვიღაცა მღვდელი კახეთიდან მიუვიდაო და ნოდარი მიჰყიდა ბატონმა ამ მღვდელს. მღვდელმა იყიდა ნოდარი და იმის გამო, რომ დედას არ დაეკარგა თავისი შვილი, ნოდარი მოჰკიდა ხელი და წაიყვანა ქალაქში ჩუმად. გავიდა რაღაცამდენი წელიწადი, ეს ქალი ცრუმორწმუნე იყო, სჯეროდა ამ საპატრიარქოს ორგანიზაციისა, ეს ქალი თავისმა ცრურწმენამ დაღუპა. სჯეროდა ის, რომ აი მღვდელთან უნდა მიხვიდე აუცილებლად, აღსარება უნდა ჩააბარო, მღვდლის ხელით უნდა მიიღო პური და ღვინო, ეს სიარება, ესა და აი ამ ცრურწმენით აღჭურვილმა, ცრურწმენას იმიტომ ვეძახი, რომ ეს ღმერთს არ უთქვამს, რომ აი მღვდელთან მიდით და იმის ხელით მიიღეთ პური და ღვინო, უფალ იესო ქრისტეს
სარიტუალო მღვდლები და ტაძრები ახალ აღთქმაში არ დაუდგენია. პირიქით, მან ძველი აღთქმის ის მღვდლები და მღვდლობა, სარიტუალო მღვდლობა იერუსალიმის ტაძარში რო აღსრულდებოდა, გააუქმა. ის სხვადასხვა რიტუალები და სარიტუალო მღვდლობა გააუქმა. მაგრამ იმ ქალმა არ იცოდა ეხლა იქ როგორც ლიტერატურის პერსონაჟი ისია ის ქალი გამოყვანილი, მაგრამ თლათ ეს ასე რო არ ყოფილიყო, დანიელ ჭონქაძე ამ ამბავს არ დაწერდა, ხო? მოკლედ, ამ ცრურწმენით აღჭურვილმა ქალმა მიაშურა მღვდელს, მანამდე ნოდარმა ევედრა უთხრა, რომ ყველაფერს ნუეტყო და მღვდელს თავიანთ ვინაობას ნუ გაუმხელდა. დედამისიც დაპირდა, რომ თავის ვინაობას არ გაუმხელდა, მაგრამ მაინც ყველაფერი უთქვამს იმ მღვდლისათვის. ხო და ამ მღვდელმაც ესენი დაასმინდა თავიანთ ბატონთან, ამ დროს ნოდარის და უკვე გათხოვილი იყო და იმავე დღეს ნოდარი იხსენებს დურმიშხანთან საუბარში იხსენებს, რომ იმავე დღესო ვიღაცა კაცებიო დაგვათქნენო, წაათრიეს ესენი ხელები, შეუკრეს, წაიყვანეს და თავიანთმა ბატონმა ჯერ უღელში შეაბა, მერე კევრში შეაბა, არბენინა. მოკლედ ამ ტანჯვით მოკვდა ეს ქალი ამისი დედა და ესე იგი, ფაქტიურად ეს ქალი სურამის ციხის ეს პერსონაჟი ორ სხვადასხვა გასაჭირში, სხვადასხვა დროს, ორ ბოროტებაში ჩავარდა მღვდლის მეშვეობით, აი ამ საპატრიარქოს მღვდლის მეშვეობით. პირველი ეს იყო იმ დროს, როდესაც ეს ვიღაც მღვდელი კახეთიდან სტუმრობდა ამ ქალის ბატონს და მოინდომა ნოდარის ყიდვა, იყიდა კიდეც, მაგრამ ნოდარის დედა ღამით ადგა და თავისი შვილები, ნოდარი და მისი და ჩუმად წაიყვანა და გაიბარა თავისი ბატონის სახლიდან. აი ეს იყო ამისი მიზეზი იყო მღვდლის საქციელი, რომელმაც იყიდა ნოდარი. ხო, ეს ერთი ბოროტება, რაც იმ მღვდელმა ჩაიდინა, რომ სურდა, რომ ესე იგი ეს ნოდარი თავისთან წაიყვანა, რითაც დააშორებდა ერთმანეთს დედა-შვილს. ბოროტება ესა რა არის ახლა? ძალით რო დედა-შვილს აშორებდა, ბატონყმობაში რომ მონაწილეობას იღებდა, ბავშვს რომ ყიდულობდა დედას ართმევ, აბა ეს ბოროტება არ არის? ეს ერთი ბოროტება, რომელიც იმ მღვდელმა ჩაიდინა. მეორე ბოროტება ის იყო, რომ იქ უკვე სხვა მღვდელმა ჩაიდინა უფრო უარესი, როდესაც იმ ქალმა, ნოდარის დედამ, ქვრივმა ქალმა თან აღსარებაში ყველაფერი უამბო მღვდელს, რომ ბატონისგან გამოქცეული იყო თავისი ნამდვილი ვინაობა, გაუმშხავნა და ამ მღვდელმა ბატონთან დაასმინა ნოდარი და დედამისი და ესენი მოკლედ. ბატონმა თავისთან წაიყვანა და მოკლა ეს ქალი. მოკლა დასჭით ახლა, შეიძლება წინასწარ განზრახული არ ქონდა, რომ ახლა ამ ქალს მოუკლავ არამედ უნდა და მისი დასჭა და ჭკუას ვასწავლიო და ამ დროს ისე დატანჯა ეს ქალი, რომ კევრში არბენინა და მოკვდა რა ეს ქალი და ნოდარი თავისთან დაიტოვა. ესეც მღვდლის შუამავლობით მოხდა და ამ შემთხვევაში ეს მღვდლები ღმერთთან შუამავლები არ იყვნენ, ესენი იყვნენ ბოროტებასთან შუამავლები, აგერ ქალი პირდაპირ სამარეს ჩაახუტა იმ მღვდელმა. ხო. და ეხლა ის უცოდინრები იყვნენ თუ რა იყვნენ, ეხლა იქ ცალკე სხვა საკითხია. იმდროინდელი ქართველები, წერაკითხვის უცოდინრები იყვნენ თუ არ იყვნენ. ეგ კიდე ცალკე სხვა განსახილველია, მაგრამ დღევანდელი ქართველები, რომლებსაც შეუძლიათ ბიბლიის წაკითხვა, მოსმენა და ამას არ აკეთებენ, ხო? და ამ დროს აი ამ დავით კონჯარიას, ამ გამოვლენჩებულ კაცს
ამას უსმენენ, თვითონ ეს კაციც თავის და საბოროტოდ მოქმედებს, თავის და საბოროტოდ წერს აი ასე. თვითონაც არ მიდის ქრისტესთან და არც მიმავალთ უშვებს ქრისტემ რომ ამხილა პირველ საუკუნეში მცხოვრები აი ეს ბრმა წინამძღოლები უთხრა მათ რომ თქვენო გადამალეთო. მოდით აბა ამასაც ამოვიკითხავ. აი ნახეთ მათეს სახარებაში 23 თავის 13 მუხლიდან ამოვიკითხავ. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელს ანებებთ შესვლასო. ურეთ, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან თქავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნეთ ლოცულობთ დიდხანს. ურეთ, პირმოთნეთ ლოცულობთ დიდხანსო, მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელიო. აი ეს ძალიან შეეფერება საპატრიარქოს ორგანიზაციას და რატო? ურეთ, აი ესენიც ცათა სასუფეველს უხშობენ ხალხს, რომ ესე იგი ფაქტიურად ვინც ბიბლიასთან მიდის და უჯერებს ბიბლიას და ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას უკვე აქეთ ელაპარაკება რა თქვენ არასწორად ასწავლითო, მერე ესენი საპატრიარქოს ორგანიზაციის მოხდლები ჩვენნაირებს გვიწოდებიან სექტანტებს და აი ამით თავის მრევლს თითით ჩვენზე უჩვენებენ, რომ აი ისინიო სექტანტები არიანო, განდგომილები არიანო, არ უსმინოთო იმათო, დაბნელებულები არიანო. და ამ დროს ჩვენ ქრისტიანებს გვსურს ის, რომ ესენიც გადარჩნენ და ღვთის სასუფეველში შევიდნენ, მაგრამ ეს მოხდლები თავის მრევლს ეუბნებიან, რომ აი ჩვენ არ მოგვისმინონ, არ დაგვიჯერონ და ბიბლია თვითონ არ ისწავლონ და აი ამით ესენიც ცათა სასუფეველს უხშობენ თავის მსმენელებს. ეხლა დააკვირდით აი ამას როგორ ძალიან მკაფიოდ შეეფერება საპატრიარქოს ორგანიზაციის მოქმედებას აი ესეც. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან თქავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნეთ ლოცულობთ დიდხანსო. მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელიო. უყურეთ ახლა ქვრივთა სახლებსო თქავთო. დღევანდელი საპატრიარქოს აი ეს მთლიანობაში ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც ქვრივებს ეუბნება იმას, რომ აი თქვენი მიცვალებულებისთვის ჩვენ ვილოცებთო. შეკვეთილ წირვებს ჩავატარებთო, თქვენი მიცვალებულებიო იქითო, ჩვენი მეოხებითო კარგად იქნებიანო, ჩვენი ლოცვებითო ისინი კარგად იქნებიანო იქითო და ამიტომო თქვენო ჩვენც რაღაცა უნდა შემოგწიროთო, ხო იქ შეკვეთილ წირვას რო ატარებს ესა თუ ის მღვდელი, ეხლა ის ქვრივი იქნება თუ შვილმკვდარი დედა იქნება, ისიც რაღაცა ფულს აძლევს, ხო? ზუსტად აიყურეთ ეს ლოცვებიც ღმერთს არ დაუდგენია მიცვალებულთათვის ლოცვები. ამ მღვდლებისთვის, არც ეს მღვდლები დაუდგენია უფალი იესოს და არც უთქვამს, რომ მიცვალებულებისთვის ილოცეთო. და ესენიც ბევრს ლოცულობენ პირმოთნეთ, უყურეთ, მოსაჩვენებლად. და ფაქტიურად ესენიც შვილმკვდარ დედებს, მამებს, ქვრივებს ამავე დროს ატყუებენ, რომ ჩვენ თქვენი მიცვალებულებისთვისო ვილოცებთო, ისინიო იქით კარგად იქნებიანო და თქვენო აი აგერ ჩვენ ახლა ლოცულობთო, დგევარო 1 საათი, 2 საათიო თუ რამდენი ხანიც არიან ესენი ლოცვის დროს და თქვენც რაიმე უნდა შემოგწიროთო, ხო? ეხლა მართლაც როცა დაგაჯერებენ იმას, რომ შენს მიცვალებულს თქვათ ხარ ქვრივი, ხო? თქვათ ხარ ქვრივი, ყავს გარდაცვლილი ქმარიან ცოლი, რომელიც გიყვარდა, ან თქვათ ყავს გარდაცვლილი შვილი, დედა, მამა, ბებია, პაპა
შენი ახლობელი იყო იგი და გსურს რომ იგი იქით საიქიოში, ასე ვთქვათ, კარგად იყოს და ამ დროს მღვდელი გატყუებს და გეუბნება რომ აი მე შენი მიცვალებულისთვის ვილოცებ, იგი იქით კარგად იქნება, თუ მე ვილოცებ და შენ ახლა მართლაც ამას თუ დაიჯერებ, იფიქრებ იმას, რომ ახლა ეს მღვდელი საათობით დგას და ჩემი გარდაცვლილი ახლობლისთვის ლოცულობ, ჩემი შვილისთვის, ჩემი ქმრისთვის, ან იმისთვის, ან ამისთვის ლოცულობს და ახლა როგორ ერთი 50 ლარი მაინც არ მივცე, 100 ლარი მაინც არ მივცე, აჰა 10 ლარი მაინც არ მივცე, ახლა 10 ლარი ძალიან მეეჭვება იშვიათი გამონაკლისის გარდა ვინმე რომ ამათ მისცეს, ვინაიდან უკვე 10 ლარი დაბალი მათ ითვლება უკვე და შენ ფიქრობ იმას, რომ ახლა ეს მღვდელი ჩემი მიცვალებულისთვის ლოცულობს და მეც უნდა მივცე რაღაცა, ხო და ამ დროს ხარ ქვრივი, მუშაობ, შრომობ იმისათვის, რომ შენი გარდაცვლილი მეუღლე კარგად იყოს და შენი გამომუშავებული ფული შენი ქონება მიგაქვს იმ მღვდელთან ფაქტიურად და ძალიან თანამედროვე არის უფლის აი ეს მხილება და კრიტიკა ამ მღვდლებსაც შეეფერებათ, რომ ესენიც პირმოთმეთ დიდხანს ლოცულობენ. ქვრივებს ეუბნებიან ჩვენ თქვენი მიცვალებულისთვის ვილოცებთ, თქვენ კი ჩვენ ფული მოგვიტანეო. შეიძლება ახლა ასე პირდაპირ ასე არ ეუბნებიან, მაგრამ ხო არის იქ, რომ აი შესაძირი არის და რაც გინდა ჩააგდე. ან ზოგს შეიძლება გქონდეს დაწესებული, რომ აი შეკვეთილი ძირვა ღირს ამდენი ლარი. თქვა და მე ამას თავისი სიტყვებით ამართლებენ იმით, რომ აი აბა რა ვქნათ, აბა მე შვილები მყავს, ეს ამყავს და მოკლედ რო ვთქვათ, დღევანდელობაშიც უფლის აი ეს კრიტიკა მიემართება ამ მოხდლებსაც. იცოდეთ ეს, იმიტომ რომ ესენიც ქვრივებს ისევე ძარცვავენ ტყუილებით, როგორც აი ეს მწიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც არ იყვნენ ღვთისმწიგნობრები, არამედ ისინი იყვნენ თვითმარქვია მწიგნობრები, რომლებიც ძარცვავდნენ ქვრივთა სახლებს. რა გაგებით, აი ისინიც რაღაცა სხვადასხვა ტყუილებით აიძულებდნენ ქვრივებს, რომ მათი ფული იქნებოდა თუ სხვადასხვა ქონება იქნებოდა მიეტანათ აი მათთან. და ისინიც მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობდნენ და ეს მღვდლებზე რა არ გახსენდებათ? საპატრიარქოს მღვდლები დიდხანს რო ლოცულობენ, საათობით ლოცულობენ იქ მიცვალებულთან თუ ჩვეულებრივ შეწირვებზე, წირვებს რო ეძახიან ახლა ესენი. ხო და მთლიანობაში უფლის აი ეს დარიგებანი, სწავლებანი, ქრისტეს მოციქულთა ასევე დადგენილებები და მთლიანობაში ღმერთმა თავისი მოციქულების ხელით რაც დაწერა ბიბლიაში, ხო? აი ეს არის ჩვენ დასასწავლებლადაც, დასარიგებლადაც და სამხილებლადაც, გასაკრიტიკებლადაც დაწერილი, რათა ღვთისაგან ვისწავლოთ და ასევე გავაკრიტიკოთ ის არასწორი სწავლებები, რაც ჩვენს ირგვლივ არის სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს რომ აქვთ. ხო, და დღევანდელობაში ახლა ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია იმდენ რამეს ატყუებს თავის მრევლს, ბევრ რამეს ატყუებს რა, მოყოლებული თუნდაც აიქიდან რომ აი გაქრისტიანება ხდებაო, წყალში მონათვლითო, ჩვენთან უნდა მოხვიდეთო, წყალში მოგნათლავთო, მერე მირონს წაგისმევთო და ამითო სულიწმინდა გადმოვა თქვენზეო და მოინათლებითო. ეს სინამდვილეში ეს ასე არ არის. მირონის წასმით პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ ინათლებოდნენ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები სულიწმინდით ინათლებოდნენ ან ხელის დადებით, მოციქულთა ხელდასხმით, ესეც იყო და ამავე დროს აგერ იყო კორნელიუსი. არის ერთი კაცი, ბიბლიაში მისი ისტორია არის დაწერილი როგორც სამაგალითო ამბავი,
იმისა, თუ როგორ ხდება სულიწმინდით მონათლა, რომ მოციქულთა ხელის დადება დღეს არ არის აუცილებელი და მით უმეტეს ახლა მით უმეტეს დღეს მოციქულები აქ აღარ არიან. სამაგიეროდ მათ მიერ ჩაწერილი ქრისტეს სახარება არის აქ და აგერ წავიკითხავ ვირწმუნებ და მოვინათლები, ხო? ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის გადმოსახედიდან რომ ვილაპარაკო. ეხლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ძალიან მკაფიოდ ღმერთმა რა დაგვიწერა ბიბლიაში, როგორ ხდება სულიწმინდით მონათლა და გაქრისტიანება, ისე რომ ქრისტეს მოციქულის ხელდასხმა არ არის აუცილებელი. შეხედეთ, ეს არის ახალი აღთქმა, ხო? აი ეს პირობითად არის ეს ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. შევალ მოციქულთა საქმენი რო აწერია აი აქ. მოციქულთა საქმენის მეათე თავი. ეს მე ხშირად ამაზე ვისაუბრია და რატომაც არა ვისაუბრებ, არ დავიღლები ამით. მოციქულთა საქმეების მეათე თავში ჩაწერილი არის ერთი იტალიელი კაცის სახელად კორნელიუსის ამბავი. კესარიაში იყო ერთი კაცი სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიული კოჰორტის ასისტავი. ჯარისკაცი იყო ეს კაცი, მაგრამ მორწმუნე იყო და ეს კაცი იყო ღვთისმოსავი იყო, თუმცა არ იყო წინადაცვეთილი, არამედ ეს იყო წარმართი, მაგრამ ღვთისმოსავი იყო, ანუ ეს წარმართულ წესჩვეულებებს არ მისდევდა, ასე ვთქვათ, უცხოელი იყო, არაებრაელი იყო, მაგრამ სჯეროდა სწამდა ისრაელის ცოცხალი ღვთისა. ისრაელის ღმერთი, ისრაელის ღმერთად რატომ არის მოხსენიებული, ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ის, რომ სხვადასხვა ხალხებს, არა ისრაელიანებს, არა ებრაელებს, სხვადასხვა ხალხებს ყავდათ თავთავიანთი ცრუ ღმერთები. და ამიტომაც აგერ ისრაელის ღმერთი იყო ერთადერთი ცოცხალი ღმერთი, რომელიც არ იყო ცრუ ღმერთი. თუმცა ებრაელებიც მრავალჯერ ღმერთს ღალატობდნენ, მათი ისტორიებიც არის ბიბლიაში დაწერილი, აგერ ბიბლიაში საჯულებში, მაგალითად აიყურეთ ძველი აღთქმა ამაში შევალ და უყურეთ შევალ მსაჯულნი აი აქ რო აწერია. აქ არის უყურეთ უგუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი 7 წელიწადს. უყურეთ უგუღმართად იქცეოდნენო ისრაელიანები უფლის თვალშიო. მრავალ ადგილას არის აი ასე დაწერილი, რომ ხშირად გადაუხვევდნენ ხოლმე ისრაელიანები ღვთის გზას და სხვადასხვა თავის მეზობელთა ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ. ხო, გამოვალ ახლა აქედან და ხო, ერთი წუთით ამიტომაც არის აუცილებელი აი ამ ბიბლიის პირველი აი ამ წერილების შესწავლა, დაბადება, გამოსვლა, ლევიანი რიცხვი, მეორე რჯული, იესონავის ძემს, აჯუნი, რუთი, აი ამ ისტორიების, აი ამ წერილების წაკითხვა, იმიტომ არის აუცილებელი, რომ გაიგოთ, ვიცოდეთ ეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იმყოფებოდა ადამიანებთან, აგერ ისრაელიანებთან, მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ღალატობდნენ ღმერთს. და თვითნებურად აშენებდნენ ტაძრებს, თვითნებურად ადგენდნენ დღესასწაულებს, თვითნებურად ადგენდნენ მღვდლებს, რაც ღმერთს არ მოსწონდა. ესე იგი, ადამიანების ასეთი თვითნებური მოქმედებები არ არის გასაკვირი, არ არის ახალი. ამას ადამიანები ხშირად მოქმედებდნენ ღმერთის ცნებების საწინააღმდეგოდ, რაც ღმერთს არ მოსწონდა და დღესაც რა გასაკვირია ის, რომ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები ღმერთის სწავლებას არ მისდევენ და თვითნებურად მოქმედებენ. მათ შორის არის ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც, რომელიც თვითნებურად აშენებს ტაძრებს, თვითნებურად ადგენს მღვდლებს, რაც ღმერთს ამათთვის არ დაუვალებია და ესენი მიემსგავსებიან ისრაელის მეფეს სახელად იერობოამ ნაბატის ძეს, რომელმაც სოლომონის მეფობის შემდეგ,
როდესაც ისრაელის სამეფო გაიყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად, ღმერთმა ჩრდილოეთ სამეფოს მეფედ თვითონ ღმერთმა დაადგინა იერობოამ ნაბატის ძე, მაგრამ მან ღმერთის სწავლებას გადაუხვია, თვითნებურად ააშენა ტაძრები, თვითნებურად დააყენა მღვდლები, თვითნებურად დაადგინა დღესასწაული, თვითონაც გახდა ერთ-ერთი მღვდელი, თვითნებურად, ესეც რითაც იერობოამ ნაბატის ძემ ისრაელიანები აცდუნა და ისრაელიანების, ებრაელების უმრავლესობა გაჰყვა იერობოამის ცოდვებს და არა ღმერთს. და იერობოამის შემდგომმა ყველა მეფემ გაიზიარა იერობოამის ცოდვები. და მერე იერობოამის მიერ აშენებული ტაძრები დაანგრია სამხრეთ სამეფოს, იუდეის სამეფოს ღვთისმოსავმა მეფემ იოშიამ. ხო და ეს ისტორიები, ეს ამბები დაწერილი არის, აქ ყურეთ, აქ არის პირველი მეფეთა, მეორე მეფეთა, მესამე მეფეთა, მეოთხე მეფეთა. ყურეთ, ამ პირველი ნეშტთა, მეორე ნეშტთა, ამ მეფეების, ეს მეფეების წერილებიც უნდა წაიკითხოთ. საჯულებიც, რა თქმა უნდა, უმჯობესია მიხვდეთ დაბადებიდან და ბოლომდე წაიკითხოთ მთელი ბიბლია. და ეს ისრაელის მეფეთა ისტორიები, ისრაელიანთა სხვადასხვა ისტორიები, საქმეები, როგორ არ ემორჩილებოდნენ ღმერთს, ვინ იყო ღვთისმოსავი მეფე და ვინ არ იყო. ეს ისტორიები დაწერილი არის აქ მეფეთა წერილებში. პირველი მეფეთა, მეორე მეფეთა, მესამე მეფეთა, მეოთხე მეფეთა სრულად წაიკითხეთ ესენი და ეს თქვენთვისაც იქნება სამასწავლებლო ჭკუის სასწავლებელი ისტორიები და ამით გაიგებთ იმას, რომ საქართველოშიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი მოსახლეობა ღმერთს არ უჯერებდა. ქართველი მეფეებიც ღმერთს არ უჯერებდნენ. ამ ტაძრებს რო აშენებდნენ, ესენი ღმერთისგან მოწონებული არ არის. არც ეს მღვდლები არიან ღმერთისგან მოწონებულნი. ამავე დროს საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მომქმედი ბატონყმური წყობილება ეს იყო არაქრისტიანული. და ქართველები რომ ქრისტიანები მართლაც ყოფილიყვნენ, ქართველი მეფეებიც რომ მართლაც ქრისტიანები ყოფილიყვნენ, ისინი გააუქმებდნენ ბატონყმურ წყობილებას, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მოსაწონი იქნებოდა ღვთის თვალში. კარგით, ახლა მე აქედან გამოვალ შევალ მოციქულთა საქმეების მეათე თავში, სადაც დაწერილი არის ვინმე კორნელიუსის ამბავი და მოდით აბა ერთი წავიკითხავ მეათე თავსაც და მე-11 თავსაც და ასევე მე-15 თავიდანაც ამოვიკითხავ რაღაცა მონაკვეთს, იმიტომ რომ ესეც ამ ამბავს უკავშირდება. კესარიაში იყო ერთი კაცი სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულით თურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. მე-9 საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძორწუნებულმა თქვა: რა გნებავს უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. მას გაგზავნე ხალხი იოპეში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნელიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. სხვა თარგმანებში წერია ქალაქი იაფო. იაფო და იოპე ერთი და იგივეა. მოკლედ ამ ადგილას ზღვისპირას მდებარე ამ დასახლებაში იმყოფებოდა პეტრე მოციქული და ანგელოზმა უთხრა კორნელიუსს, რომ პეტრე მოციქულისთვის დაეძახნა. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად. იქნებოდა ასე 6 საათი. პეტრე მოციქულზე აქ ლაპარაკი.
რომ ესე იგი კორნელიუსისგან გამოგზავნილი კაცები, როცა ქალაქ იოპეს მიუახლოვდნენ, ამ დროს პეტრე მოციქული ერდოზე ავიდა სალოცავად. იქნებოდა ასე 6 საათი. მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მომზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა. ეხლა აქ შეიძლება ვინმეს ექსტაზი რაღაცა არასწორად ეგონოს დღევანდელი გაგება ექსტაზისა, რაღაცა სხვა ის არის. სხვა გაგება აქვს, ასე ვთქვათ, ზოგი ადამიანის წარმოდგენაში და აქ ესე იგი აქ საუბარი არის იმაზე, რომ ხილვა იხილა პეტრე მოციქულმა. იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, 4-ვე წვერით გამოკრული, რომ უახლოვდებოდა მიწას. მასში იყო დედამიწის ბინადარი, ყოველგვარი 4 ფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი და იყო ხმა მის მიმართ. ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე. ხოლო მან თქვა, არა უფალო, რადგან არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. საქმე იმაშია, რომ ებრაელებს, იუდეველებს ეკრძალებოდათ ცხოველებიდან, პირუტყვებიდან და ქვეწარმავლებიდან ზოგიერთი პირუტყვის ხორცის ჭამა ეკრძალებოდათ, არ ეჭმეოდათ. ხოლო ამ ხილვაში უფალი ეუბნება, რომ ყველანაირი 4 ფეხი, ყველანაირი ქვეწარმავალი, რაც კი იქ იყო, ადექი პეტრე, დაკალი და ჭამეო და ეს ხილვა რას მოასწავებდა. ამის განმარტებასაც მერე თვითონ პეტრე მოციქული მიხვდება და თვითონ პეტრე მოციქული იტყვის. ეხლა მე გავაგრძელებ ამის წაკითხვას, რათა გაჩვენოთ, რატომ ვკითხულობ ამ ამბავს. აქ ჩაწერილი არის ამბავი, თუ როგორ ხდება გაქრისტიანება, ქრისტიანად გახდომა და სულიწმინდით მონათვლა. ხოლო მან თქვა, პეტრე მოციქულმა თქვა, არა უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. კვლავ იყო ხმა მის მიმართ, რაც წმინდა ღმერთმა შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. ასე განმეორდა 3ჯერ და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად. ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ. დაიძახეს და იკითხეს, აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე? ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა, ესე იგი სულიწმინდამ ქრისტეს სულმა უთხრა მას, აი, 3 კაცი დაგეწებს, ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ღარ ყოფმანო, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ, მე ვარ, ვისაც დაეძებთ, რისთვის მოსულ ხართ? ხოლო მათ თქვეს, ასის თავ კორნელიუს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმინდა ანგელოზმა უბრძანა შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები. მაშინ პეტრე მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუს, ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. ახლა დააკვირდით ძალიან ყურადღებით რა, აი მთელ თავს ჩავიკითხავ ახლა და ძალიან ყურადღებით იღავით თქვენც, ვისაც ეს არ წაგიკითხავთ, არ იცით ჯერ, ყურადღებით იღავით რა ხდება ახლა აქ და რა მოხდა, ესე იგი და ღმერთმა რატომ დაგვიწერა ეს ბიბლიაში, ჩვენ რას ვზალოთ აი აქედან. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუს, ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა, ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ, ესე იგი პეტრე მოციქულმა უფლება არ მისცა თაყვანისცემისა და ეს თაყვანისცემა ფეხებში ჩავარდა და არ მიიღო მისგან.
დღევანდელი მღვდლები კიდე აბა ჩაუვარდება ხანვინ ფეხებში ხანვინ და ესენი დიდი სამბით ღებულობენ ამ ფეხებში ჩავართნებს. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: "ადექი მეც ხომ ადამიანი ვარ." მასთან საუბრით, ესე იგი კორნელიუსთან საუბრით, შევიდა შინ სახლში, სადაც დახვდა ბევრი წვეული. ბევრი ადამიანი კორნელიუსის ნათესავები დახვდნენ პეტრეს და ყველანი გამზადებული იყვნენ პეტრეს მოსასმენად. და უთხრა მათ, პეტრემ უთხრა მათ: "თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არც ერთი ადამიანიო მიმაჩნდესო ბილწად და უწმინდურადო." ესე იგი, რომელიმე ადამიანიო არ მიმაჩნდესო ბილწად და უწმინდურადო. ესე იგი, პეტრემ რომ ის ჩვენება იხილა, სხვადასხვა ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი რომ იხილა, ის მიმანიშნებელი იყო არა იმ კონკრეტულ ცხოველებზე, იმ რაღაცა ქვეწარმავლებზე და ოთხფეხზე, არამედ ადამიანებზე, რომ პეტრეს ეს იტალიელები, არა ებრაელები, არა წინა დაცვეთილები არ მიეჩნია უწმინდურად და მათთანაც მისულიყო. ამიტომ როგორც კი მიხმეთო, უყოყმანოდ მოვედიო. ახლა გეკითხებითო, რისთვის მომიხმეთო? კორნელიუსმა თქვა: 4 დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი. მე-9 საათს კი შინ შევედი სალოცავად და აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარი სამოსით მოსილი კაცი, რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილი იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. მაშ გაგზავნე ხალხი იოფეს და მოუხმე სიმონს პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას რომ იდგა ეს სახლი. მაშინვე გამოგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვისო. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები. ახლა პეტრეს ქადაგებას ძალიან ყურადღებით მოусმინეთ, წაიკითხეთ თქვენც. ესე იგი, ეს ანგელოზმა კორნელიუს უთხრა, რომ პეტრე მოციქულისთვის დაეძახნა და პეტრე მოციქული ეტყო და ისეთ იმ სიტყვებს, რომლითაც ცხონდებოდა კორნელიუსიც და მისი ოჯახიც და კორნელიუსმა დაუჯერა იმ ანგელოს, პეტრე მოციქულს დაუძახა, პეტრეც მასთან მივიდა და აბა ეხლა რა უნდა უთხრას ისეთი პეტრე მოციქულმა მათ, ეს დღევანდელობაშიც მომქმედია, ესე იგი დღეს 21 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ბიბლიის აი ამ ქადაგებას, ბიბლიის ამ ადგილს წაიკითხავს, პეტრე მოციქულის ამ ქადაგებას კითხულობს, ისიც დგას დღეს კორნელიუსის ადგილას, ასე ვთქვათ, კორნელიუსთან, როგორც კორნელიუს და მისი ახლობლები უსმენდნენ პეტრეს ამ ქადაგებას, ასევე დღევანდელი მკითხველიც აი ასე, ოღონდ დღეს წერილობით უკვე კითხულობს პეტრე მოციქულის ქადაგებას და ამ წერილობით დაწერილსაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც პეტრე მოციქულის პირით თავისი ბაგეებით ნათქვამ სიტყვებსაც და ამიტომ დღესაც მისი პეტრე მოციქულის ეს ქადაგება მომქმედია და თქვენც ახლა ყურადღებით იყავით აი პეტრე მოციქულმა აბა რა უქადაგა კორნელიუსთან ის ახლობლებს. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ. ის არის ყველას უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე, ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმინდით და ძალით იესო ნაზარეველს,
რომელიც დადიოდა ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას ეშმაკისგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. ჩვენ ავართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს, ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა გამოცხადებოდა მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა საჯულად, მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. უყურეთ, სულიწმინდით მოინათლნენ პეტრეს მსმენელები. პეტრე მოციქულმა ქრისტეს ამბავი, ქრისტეს სახარება ახარა მათ. აი, როგორ ხდება ცოდვების მიტევება, ვინ არის იესო ქრისტე, რომ ადამიანი, რომელიც იესო ქრისტეს ირწმუნებს, ცოდვები მიეტევება და ამას რო ისმენდნენ ესენი, ირწმუნეს და უფალმა იესომ სულიწმინდით მონათლა ისინი. და დღევანდელობაშიც, როცა კითხველი ამ ქადაგებას წაიკითხავს და ირწმუნებს, დღესაც იგი აი ასე ქრისტიანდება, ესე იგი და დღესაც უფალი იესო მასაც ნათლავს სულიწმინდით. უყურეთ, პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდაო, რომ სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვაო. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სულიწმინდის ნიჭი. უყურეთ ახლა საქმე რაშია, რომ ეს ებრაელები, მორწმუნე ებრაელები, წინადაცვეთილი მორწმუნეები, ქრისტიანები, ესე იგი, მიჩვეულები არ იყვნენ აი ასეთ რამეს. არამედ მანამდე მათ იცოდნენ ის, რომ სულიწმინდა 50-ე დღე რომ სრულდებოდა იმ დროს გადმოვიდა მორწმუნე ებრაელებზე და შემდგომ ამისა ქრისტეს მოციქულები ხელის დადებით, ხელდასხმით გადასცემდნენ ხოლმე სულიწმინდა სხვადასხვა მორწმუნეებს. თუნდაც ქალაქ სამარიაში იქაურ მორწმუნეებსაც პეტრემა და იოანემ ილოცეს და ხელდასხმით გადასცეს, ასე ვთქვათ, სულიწმინდით მოინათლნენ ისინიც, ოღონდ ეს ხელის დადებით და ისინი მიჩვეულები იყვნენ აი ასეთ პრაქტიკას, რომ აი მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სულიწმინდა მორწმუნეებს. და ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულს ხელი არც კი დაუდია მათთვის, ისე რომ არც კი იშეხებია, თითიც არ დაუკარებია, არამედ სიტყვიერად იესო ქრისტეს ამბავის და სახარება, ესე იგი არის სასიხარულო ამბავი ცოდვების მიტევებაზე, უფლის სიკვდილსა და აღდგომაზე, ახარა სიტყვიერად უთხრა მათ, ისე რომ პეტრე არც კი შეხებია მათ, რომ თვითონ უფალმა იესომ სულიწმინდით მონათლა ეს მორწმუნეები, კორნელიუსი და მისი ახლობლები. და ამიტომაც არის დაწერილი, რომ წინადაცვეთილ მორწმუნეებსო, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათო, ესე იგი ისინი პირველად შეესწრნენ აი ასეთ ამბავს და ისინი მიჩვეულები არ იყვნენ ხელდასხმისგან დამოუკიდებლად სულიწმინდით მონათვლას არ იყვნენ ისინი მიჩვეულები. არ ეგონათ, რომ ასეთი რაღაცა მოხდებოდა და ამიტომაც უკვირდათ მათ. უკვირდათ, რომ წინა წარმართებსაც მიეფინათ სულიწმინდის ნიჭი. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ პეტრემ თქვა, ვინ აუკრძალავს წყლით ნათლის ზღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სულიწმინდა და უბრძანა მათ ნათელეღოთ იესო ქრისტეს სახელით.
მაშინ სთხოვეს რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. აი აქ კიდევ ჩანს ის, რომ თვითონ პეტრე მოციქულს წყლით არ მოუნათლავს ესენი, არამედ უბრძანა მათ, რომ ნათელი ეყოთ, ესე იგი წყლითაც, ფიზიკური წყლითაც მონათლული იყვნენ. მაგრამ ისინი უკვე ქრისტიანები იყვნენ, ღმერთმა მიიღო ისინი და ეს წყლით მონათლა აუცილებელი აღარ იყო. ახლა ამას იმიტომ ვიძახი, რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი წყლით მონათლა ხო წერია ისა, მაგრამ აქ იმ წინა დაცვეთილი მორწმუნეების სავარაუდოა ეს, რომ პეტრე მოციქულმა წინა დაცვეთილი მორწმუნეების გასაგონად უფრო თქვა, მაგრამ პეტრე მოციქულმა უკვე იცოდა, რომ ისინი უკვე უფალმა მიიღო და სულიწმინდით მონათლა უფალმა ისინი. ამავე დროს აქ ჩანს ისიც, რომ პეტრე მოციქულს ესენი წყლით არ მოუნათლია, უბრძანა მათ, რომ მონათლული იყვნენ. ესე იგი ესენი შევიდოდნენ წყალში და პეტრესგან დამოუკიდებლად, ჩვეულებრივად ჩაყვინთავდნენ და ამოყვინთავდნენ. აქ უკვე პეტრე მოციქულის თანდასწრება აღარ იყო აუცილებელი. ასე რომ არ მოგატყუოთ რომელიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ იმით, რომ აი თუ ჩვენთან არ მოხვალთ და წყლით არ მოინათლებით, თუ ჩვენთან არ მოინათლებით, აი თქვენ ქრისტიანები ვერ იქნებით, თუ არ მოგატყუოთ. ესენი არიან ასეთი ორგანიზაციები არიან მატყუარები და ცდილობენ იმას, რომ აი შეეგბოჭონ და მიგისაკუთრონ, დაგიმარტოხელონ, გაიგეთ? დაგიმარტოხელონ, მიგისაკუთრონ და მერე გამოგწოვონ, გამოგწუწნონ, გამოგხრან და მიგაგდონ მერე ჯოჯოხეთშიც ჩაგაგდონ, თუ კი თქვენ გონებას არ მოუხმობთ და თუ კი ღმერთს არ მოუხმობთ და ღვთისმსახურს არ ისწავლით და ღმერთს არ დაუჯერებთ. აი ესენი ეს მატყუარა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ჩვენთან არ მოინათლებით, თქვენ ქრისტიანები ვერ იქნებითო და ღმერთი არ მიგიღებთო. აი ასეთი ორგანიზაციები არიან მატყუარა რელიგიური ორგანიზაციები და ესენი თქვენ არ გასწავლიან სწორად. ასე რომ იკითხეთ ღვთის წმინდა ბიბლია და აგერ ღმერთს დაუჯერეთ. ეხლა მე გადავფურცლავ შემდეგ თავს, უკვე მე-11 თავს, სადაც დაწერილი არის შემდეგი ამბავი. მოდით აბა წავიკითხოთ. ესე იგი პეტრე მოციქული რამდენიმე დღე დარჩა კესარიაში მათთან. შემდგომ ამისა, უყურეთ, მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. ესე იგი, კორნელიუსის სახლში რაც მოხდა, ეს გაიგეს სხვა მოციქულებმაც და იუდეაში მყოფმა ძმებმა. ესე იგი, სხვა მორწმუნეებმაც გაიგეს და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს მასო და ეუბნებოდნენ, რომ წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედიო და მათთან ერთად ჭამეო. უსაყვედურეს, რომ აი ეს არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ, რომ ქალაქ იოპეში ყოფნისასო ვლოცულობდიო, ექსტაზში ხილვაო, ზეციდან, ეს ამას არ გავაგრძელებ, ეს ისტორია უკვე წავიკითხე. მაშინვე მოვიდა კესარიდან ჩემთან გამოგზავნილი 3 კაციო, მეც გავყევიო მათო. კორნელიუსმა გვიამბო როგორ იხილა შინანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას, იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს პეტრეთ წოდებულს, ის გეტყვისო სიტყვებსო, რითაც ცხონდებითო შენსა და მთელი შენი სახლიცო, ესე იგი შენი ოჯახიცო. ლაპარაკი რომ დავიწყეო, სული წმინდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისაო, რომელმაც თქვა, იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებითო. უყურეთ, ესე იგი, როდესაც პეტრე მოციქულმა კორნელიუს და მის ახლობლებს ქრისტეს სახარება უკადაგა და სული წმინდა გადმოვიდა მათზე,
ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო, ესე იგი გაუთანაბრა პეტრე მოციქულმა 50-მეათე დღეს, როცა სულიწმინდა გადმოვიდა მათზე და მანამდეც აგერ უფალმა იესომ თავის მოციქულებს შეუბერა და სულიწმინდა მისცა, ხო? აი ეს სულიწმინდის მიცემა გაუთანაბრა კორნელიუსთან მომხდარ ამბავს, როდესაც ასევე სულიწმინდა მისცა უფალმა იესომ კორნელიუსს და მის ახლობელ სხვა მორწმუნეებს. ლაპარაკი რომ დავიწყეო, სულიწმინდა გადმოვიდა მათზე ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა. უყურეთ, მაშინ გაახსენდა პეტრე მოციქულს უფალმა რომ უთხრა. იოანე ნათლისმცემელზე აქვს საუბარი. იოანე წყლით ნათლავდა ხალხსო, თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებითო. ესე იგი, პეტრე მოციქულმა ცხადად დაინახა უფლის ამ წინასწარმეტყველების შესრულება კორნელიუსის ამბავში. რომ აი აგერ ისინი მოინათლნენ სულიწმინდით და ეს წყლით მონათლა იყო დროებითი, ასე ვთქვათ, იმას ცალკე სხვა განმარტება აქვს და ცალკე სხვა დატვირთვა ჰქონდა მას. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? ეს რომ მოისმინეს დაამშვიდდნენ ადიდეს ღმერთი და თქვეს, ეტყობა ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. გასაგებია, ხო აქ ესე იგი, რაც მოხდა და დღევანდელობაშიც პეტრეს აი ეს ქადაგება დღესაც მომქმედია და ამავე დროს მთლიანობაში ბიბლიაში ბევრ ადგილას არის დაწერილი ქრისტეს სახარება. ეხლა დღეს ადამიანები ქრისტეს სახარებას ეძახიან ხოლმე, მათეს სახარება, მარკოს სახარება, ლუკას სახარება, იოანეს სახარება, თითქოს და სახარება მხოლოდ აი ამ 4 წერილში იყოს დაწერილი. ასე არ არის, აგერ მოციქულთა საქმეებშიც არის სახარება და რომაელთა გზავნილშიც და კიდევ სხვა წერილებშიც. ასე რომ ეს უფრო დასათაურებული არის უფრო თვითნებურად რა, ეს პირველად ეს დასათაურება ასე არ იყო მათეს სახარება და რაღაც არა, იქ მათი არ ეწერა. აქ არის იესო ქრისტეს ამბავი და სწავლება ჩაწერილი მათესთანაც, მარკოსთანაც, ლუკასთანაც, იოანესთანაც, მოციქულთა საქმეებშიც, რომაელთა გზავნილშიც. კარგით, ახლა მე-15 თავში ჩაწერილი არის იერუსალემის კრების ამბავი. როგორ შეიკრიბნენ ქალაქი იერუსალემში მოციქულები და სხვა უხუცესები, იგივე პრესვიტერები, უფრო განსწავლული მორწმუნეები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ განეხილათ არაებრაელებიდან წარმართთაგან მოქცეული იესო ქრისტეს მორწმუნეების ამბავი. მათ უნდა დაეცვითათ თუ არა, წინა დაცვეთა უნდა გაეკეთებინათ თუ არა და უნდა დაეცვათ თუ არა მოსეს რჯული. ყურეთ, ზოგ-ზოგიერთნიო ჩამოვიდნენ იუდეიდანო და ასწავლიდნენ ძმეებსო, თუ მოსეს წესითო არ მიიღებთ წინა დაცვეთასო, თავს ვერ იხსნითო. ესე იგი, ვიღაც ცრუ მასწავლებლები ასწავლიდნენ ქრისტიანებს, არაებრაელ ქრისტიანებს ასწავლიდნენ იმას, რომ აი თქვენცო თუ წინა დაცვეთას არ მიიღებთო და მოსეს რჯულს არ დაიცავთო, თქვენ თავს ვერ იხსნითო. ესე იგი, იესო ქრისტეს რწმენა არ არისო საკმარისიო. როდესაც პავლე მოციქულს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს პავლე და ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალემში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. ხო, ეხლა ჩამოვა. ხო, საწავედი.
ხო, იერუსალიმში ასულნი, ხო, იერუსალიმში როცა ავიდნენ პავლე მოციქული, ბარნაბა და ასევე მათი მოდავეები, ვინც ამბობდნენ, რომ აუცილებელია წინათ დაცვეთის, ესე იგი, აუცილებელია წარმართთაგან მოქცეულმა ქრისტიანებმაც წინათ დაიცვითონ და მოსეს რჯულით დაიცვან. აი ისინიც და ამავე დროს პავლე მოციქული და ბარნაბაც ავიდნენ იერუსალიმში. იერუსალიმში მყოფმა ღვთის ეკლესიამ მიიღო ისინი იერუსალიმს ასულნი მიიღო ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინა დაცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ. პეტრე მოციქული და ეხლა პეტრე მოციქული გაიხსენებს კორნელიუსთან მომხდარ ამბავს. უყურეთ ეხლა. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ. კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ. აქ პირდაპირ საუბრობს ეხლა კორნელიუსზე და მის ახლობლებზე, რომლებსაც პეტრე მოციქულმა იესო ქრისტეს სახარება, იესო ქრისტეს ამბავი სიტყვიერად აუწყა მათ, ესე იგი სახარების სიტყვიერად უთხრა მათ და გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათო, რა კიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმინდაო. ამრიგად რწმენით რომ განწმინდა მათი გულები, არაფრით განუსხვავებივათ ერთმანეთისგან. უყურეთ, რწმენით განწმინდა მათი გულებიო, არა წყლით მონათვლით, არამედ ნახეთ ქრისტეს სახარების სიტყვის დაჯერებით, ქრისტეს სახარების სიტყვისადმი რწმენით, როდესაც კორნელიუსმა და მისმა ახლობლებმა პეტრე მოციქულისგან მოისმინეს ქრისტეს სახარება და ირწმუნეს, აი ამ რწმენით, უყურეთ, ღმერთმა განწმინდა მათი გულები და მიუტევა ცოდვანი და მისცა სული წმინდა და არაფრით განუსხვავებივარ თუ ერთმანეთისგან. უყურეთ, ნახეთ, აი ეს არის ძალიან საკვანძო ადგილი, რომ ჩვენო ებრაელი მორწმუნეებიო, ღმერთმა არაფრით განგვასხვავაო წარმართთაგან მოქცეული მორწმუნეებისგან, იმიტომ რომ ჩვენს მოგვცა სული წმინდაო და მათაცო. თან რწმენით მოხდა ეს, უყურეთ, სახარების, უყურეთ, აი მას დააკვირდით ეხლა. უყურეთ, პეტრე მოციქული ამბობს, რომ მეო, ღმერთმაო, პირველი დღეებიდან ამომირჩია თქვენ შორისო, რათა წარმართებსო ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა. უყურეთ, სახარების სიტყვა წარმართებს ჩემი პირით რომ მოესმინათო და ერწმუნათო, ამისათვის მე ამომირჩიაო ღმერთმაო. და ეს სახარების სიტყვა პეტრე მოციქულმა უქადაგა კორნელიუს და მის ახლობლებს, მათაც მოისმინეს, ირწმუნეს, გულთამხილავმა ღმერთმა დაინახა რომ მათი ირწმუნეს და დაუმოწმა მათ იმით რომ მათაც მისცა სული წმინდა და სხვადასხვა ენებზე აალაპარაკა. იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი ნიჭი იყო, მაგრამ თვითონ ეს რწმენაც არის ღმერთისგან ბოძებული ნიჭი. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათაც მისცა სული წმინდა, რწმენით განწმინდა მათი გულები და არაფრით განუსხვავებივარ თუ ერთმანეთისგან. ახლა რაღაც გამოსცდით ღმერთს, რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით
გადავრჩებით ჩვენსა და ისინიც. დაადუნდა მთელი კრებული, უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. მე ახლა გავჩერდები, აღარ გავაგრძელებ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ მთელი ბიბლია სახლშივე წაიკითხოთ, არ დაგეზაროთ, ისწავლეთ და გაიგებთ კიდევ სხვა ამბებსაც, ესე იგი ღმერთი კიდევ რას გვასწავლის. ესე იგი დღევანდელობაშიც, როდესაც ქრისტეს სახარების სიტყვები დაწერილი არის ბიბლიაში, ღვთის ბიბლიაში, დღევანდელობაშიც ადამიანი, რომელიც კითხულობს თუნდაც პეტრე მოციქულის აი ქადაგებას და იჯერებს და სწამს, ისიც აი ასე ხდება ქრისტიანი და თვითონ ღმერთი მას ნათლავს სულიწმინდით. და დღევანდელობაში, ვინც ღვთის წერილის სიტყვებს არ უჯერებს და არ მისდევს და რაღაცა თვითნებურ გამოგონილ შეთითხნილ სწავლებებს მიხვება, იგი ქრისტიანი არ არის. მაშასადამე დღევანდელობაში სხვადასხვა ცრუ სწავლებათა სამხილებლადაც ღვთის ბიბლია არის დადგენილი და დაწერილი და ამავე დროს სწორი სწავლების შესასწავლადაც ღვთის ბიბლია არის დადგენილი. ამიტომაც ვინც ღვთის წერილს არ სწავლობს და რაღაც სხვა თვითნებურ სწავლებებს იზიარებს, ის ქრისტიანი არ არის. ხოლო ვინც ღვთის წერილს სწავლობს, ვინც ბიბლიას სწავლობს და უჯერებს ღმერთს, აი ეს არის ნამდვილად სწორი მორწმუნე იესო ქრისტესადმი, მორწმუნე და ქრისტიანი. აი ეს არის აი ასეთი მორწმუნე არის ღმერთისგან მოწონებული. რა შეიძლება ვთქვა კიდევ, აი აგერ გაჩვენებთ იოანე მოციქულმა იესო ქრისტეს მოწმობა სულიწმინდით ჩაგვიწერა წერილში მოწმობა და წერილის მკითხველებს მოგუმართავს, რომ ესენიო, ნახეთ, ბევრი სხვა სასწაულიც, ხო, აი აქედან რომ წავიკითხო, ცადეთ, 8 დღის, ესე იგი, ქრისტე როცა მკვდრეთით აღდგა და გამოეცხადა თავის მოციქულებს, იმ დროს თომა მოციქული არ იმყოფებოდა და მას უთხრეს, რომ ვიხილეთო უფალიო, ხოლო თომამ თქვა, თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმებს და ნალურსმებში არ ჩავყობ თითს, მის ფერდში კი ხელს არ ვირწმუნებო. 8 დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები და თომაც მათთან ერთად. შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო. მათ შორის დადგა და თქვა, მშვიდობა თქვენდა. მერე კი თომას უთხრა, მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები, მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში. ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. მიუგო თომამ და უთხრა მას, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, ზოგ თარგმანში აი ასეა. ესე იგი, თომა მოციქულმა პირდაპირ იესოს მიმართა და აღიარა იგი უფლად და ღმერთად, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. უთხრა მას იესომ. ესეც ჩვენთვის არის, დღევანდელი მკითხველებისთვის არის, აი ეს უყურეთ, რა კი მიხილეო, მიტომ მიწამეო. ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. ხედავთ, ჩვენ არ გვიხილავს უფალი, ჩვენ დღევანდელ მორწმუნეებს და ვისაც გვყავს ნეტარნი ვართ და ეს არის თვითონ უფლის სიტყვები და დაპირება. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. შემდეგ იოანე მოციქული ამოწმებს და ამ წერილის დაწერის მიზანზე გვწერს ჩვენ მკითხველებს, ვინც ამას ვიკითხულობთ. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. აი,
სიცოცხლე რო გქონდეს, იმიტომ დაიწერა ეს, იმიტომ რომ ვცხოვდეთ, ვიცოცხლოთ, სიცოცხლე რომ გქონდეს და იესო რომ ვირწმუნოთ. ესე იგი, იესო ქრისტეს გაცნობა და მის დამირწმენა ხდება წერილიდან. ეს არის და ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვა. თვითონ ივანე მოციქული გვწერს აი ამას. გისურვებთ ღვთის იესო ქრისტეს აი ამ წერილებს, მთელი ბიბლიის შესწავლას, იესო ქრისტესადმი რწმენას, მის სიტყვაში დამკვიდრებას, გისურვებთ გადარჩენას ღვთის სასუფეველში, შესვლას და უფალთან იესო ქრისტესთან მარადიულ ყოფობას. გისურვებთ ყველას, ვინც სიმართლის მოყვარულები ხართ და ვისაც არ გახარებთ სიცრუე, ვისაც არ გახარებთ მზაკვრობა, ბოროტება და ეშმაკის სხვადასხვა საქმენი. ადამიანთა თვითნებური, გაუყუღმართებული, გახრწნილი სწავლებანი და მოქმედებანი, ვისაც არ გახარებთ და ვინც სიმართლის მოყვარულნი ხართ, გისურვებთ ყველა მათგანს აი ღვთის წერილი ისწავლეთ და დანარჩენებსაც გისურვებთ მონანიებას და იესო ქრისტესადმი მოდრეკვას და მის დამირწმენას და თქვენს გისურვებთ უფლისადმი მორჩილებას, მოდრეკვას, დამორჩილებას თქვენივე სასიკეთოდ, რომ თქვენც ეზიაროთ მარადიულ სიცოცხლეს და არ დაიღუპოთ ეშმაკთან ერთად.